რთული რამე მითხარით ახლა თქვენ. ვიხსენა ბინა მითხრა ჭკვიანური. გაიხსენო. რეჟისორებს ვეტყვი, რაც მითხრა თუმანიშვილმა. სიკვდილის წინ განახილავს ნახევკა ავათროცა მომკიდა ხელი იმუშავეთ, ბევრი იმუშავეთ, ვინმე მხომ უნდა აშენოს კელნის ტაძარიო. ეს ჩემთვის იყო დირექტივა. მე მივხვდი, რომ არ არის მთავარი სად იმუშავებ, არ არის მთავარი რა პოზიციას დაიკავებ იერარქიაში რეჟისორების მთავარია იმუშაო, მთავარი გიყრისა და აშენო კელნის ტაძარი. კელნის ტაძარი არის სიმბოლო დიდხანს შენდებოდა კელნში და ამიტომ ხომ უნდა აშენდეს როდესმე კელნის ტაძარი ამ თვალსაზრისით მითხრა. კიდო რა ვიცი რობერტ სტურამ გითხრა ახალგაზრდებს თავის დროზე მოდი დავიწყოთ რაღაცა პიესა რაღაცა ჩანაფიქრი იყო რომელიც განაწილდა დავიწყოთ და არ შეიძლება რომ დასაწყისშივე ნუ ვიფიქრებთ დაფნის გვირგვინზეო ჯერ უბრალოდ აერჩიეთ რაც გინდა და დადგით ყოველგვარი იმის არ იფიქროთ შედეგზეო და აი მას უსურვებ ყველას ნუ ვიფიქრებთ დამწყებს განსაკუთრებით ნუ ვიფიქრებთ დაფნის გვირგვინზე ნუ შედებით გაიგონო წინასწარ აპლოდისმენტები ისე მოვლენ თქვენთან აუცილებლად ადრე თუ გვიან და შეიძლება დასაწყისიდანვე მაგრამ თუ ამაზე იფიქრებთ ეს მოგიწამლავთ ცხოვრებას იმიტომ რომ არასდროს აპლოდისმენტები და დიდება არასდროს არ არის საკმარისი რაც მეტი კიდე მეტი გინდა და ეს ამ ნარკოტიკში ყოფნა ძალიან რთულია იპოვეთ სიხარული კონკრეტულად თქვენი სამუშაოდან და მაშინ ამ სიხარულს გაიზიარებს მაყურებელიც და წარმატება ყოველთვის თქვენი თანამდებობა იქნება ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჭოლა საინტერესო ინტერვიუსთვის